სახელით ამ ამისათა, დაძისათა, დაწმინდისა სულისათა, ჩვენთან არის ღმერთი. ქრისტეს მიერ საყვარელო და უნდა ზმანო დადგა ლამაზი შემოდგომა, თუმცა მაინც და მაინც არ ცხელოდა, მაგრამ შემოდგომას თავისი ხიბლი აქვს, თავისი მოთხოვნილება აქვს, თავისი განწყობა აქვს დამეთანხმებით ალბათ. იცით რომ სექტემბრის თვე ეს არის ინდიქტიონის დასაწყისი, ანუ საეკლესიო ახალი წელიწადი 14 სექტემბერი, ანუ ძველი კალენდრით. და არც ისე შორს არის 1 სექტემბერი 14 სექტემბრისგან და ალბათ ის ადამიანები ვდგევართ აქ ძირითადად, ვისაც ძალიან გვიყვარდა 1 სექტემბერი. მე მაგალითად ყოველთვის სიხარულით ვიხსენებ 1 სექტემბერს. ამიტომ თუ ჩვენ გვეწყებოდა სკოლა, სწავლა მაინც და მაინც არ გვიხაროდა, მაგრამ გვიხაროდა ჩვენი მეგობრების, ასე ვთქვათ, მონახულება, ახალი ტაცმელის ჩაცმა, ახალი ფეხსაცმელი, მოკითხვა, სად დაისვენე, რა წაიკითხე, როგორ გაატარე ეს დღე. მე რიგდებოდა წიგნები და იწყებოდა ჩვენი ტანჯვა წამება. ასე უნდა იყოს, მე მგონი, ყოველი კვირა ჩვენთვის. ეკლესიაში ასეც არის, განსაკუთრებით არდადაგების მერე თქვენ როცა ღვთისმშობლებას ატარებთ და მოდიხართ ეკლესიაში, სიხარულით გიყურებთ, რომ გახარებულები შემოდიხართ, გარუჯულები, დასვენებულები, ერთმანეთს მოიკითხავთ და მერე შეწუხებული სახით ბრუნდებით ჩვენსკენ და ახლა იწყება ისევ ქადაგება, ისევ ერთი და იგივე, ისევ შეგონება, ისევ მამა გიორგის შეჭმუხნული სახე, კაცრი ქადაგება, შეგონება, დარიგება და ასე შემდეგ. მე არ მომწყინდება თქვენი დარიგება, მე მგონი არც თქვენ არ მომწყინდება ჩვენი მოსმენა. რატომ? იმიტომ რომ სიკვდილმა არ იცის არც სექტემბერი, არც გაზაფხული, არც შემოდგომა, არც ზამთარი. ცოდებმა, ეშმაკმა ადრეს მithქვია, რომ ის გამძვინვარებულია და განსაკუთრებით მას უყვარს ზაფხულის დღეები, როცა ადამიანი მოთენთილია, დასვენებულია ზღვაზე, რა ვიცი, მთაში, ტყეში და ასე შემდეგ და ჩასაფრებული ცდილობს რაც შეიძლება მეტი ცოდვები ჩაგვადენინოს. ის თავის საქმეს შესანიშნავად ასრულებს. ჩვენ პირდაღებულები ისე წავედით ეკლესიიდან, რომ კურთხევას არ აგვიღია, რომ დავფიქრდით, სად უნდა დაგვესვენა, როგორც ჩვენმა ბიუჯეტმა მოგცა საშუალება ისეთი ადგილები შევარჩიეთ ბუნებრივი, ახლა ვერ მეტყვის ვერავინ რომ ფუფუნება იყო, სად უნდა დაესვენა, თქვა თუ ძმენ დაგპატიჟა სადმე, ან რაღაც დანაზოგი ქონდა ხელფასის, ან ვინმე გაიღო მოწყალება და დავისვენეთ. არავის თავში არ მოხსულია აზრი, ნეტარაცა ჩვენ მივდივართ იქ ახლო თუ იქნება ეკლესია. ესეთი ადგილი არავის არ შეგიჩევიათ, მოდი თქვათ პირდაპირ. პირიქით, რაც შეიძლება შორს უნდა ყოფილიყავით ეკლესიისგან, არავის არ დაურეკია და არ მოუკითხია, მამებო თქვენ რას აკეთებთ, მათ იწვევით, ისვენებთ, თუ რას აკეთებთ და საერთოდ რა მდგომარეობა აქვს თბილისში ან თქვენთან და ასე შემდეგ. ბევრი ჩამოვიდა ახლა შეწუხებული იცის რომ მოსასვლელია ეკლესიაში, ელოდება დიდი ასე ვთქვათ შობის მარხვის დაწყებას, იქამდე კიდევ იბოდიალებს აქეთ-იქით და მე მაინც როცა იქნება გაეღვიძება სინდანულის გზნობა, შეწუხებული სახით მოვა ეკლესიაში და როგორღაც ამოალუღლუღებს აღსარებას, რომ იქნება როგორმე შობის მარხვა შეინახოს და ზიარება მიიღოს. იცით ჩვენ ჯულის კანონის მუხლები გავაკარით აქ, რომ გარკვევი წერია, ერთი თვე ადამიანი თუ არ გამოჩნდება ეკლესიაში, ის უნდა დაითხოვოს მოზღვარმა ეკლესიაში. ასეთი კაცრები ჩვენ არა ვარ და ვერც ვიქნებით, იმიტომ რომ სეკულარულ საზოგადოებაში გვიწევს მოღვაწეობა, თითქმის ბოლო ჟამის დასაწყისია, აპოსტასია უკვე დაიწყო, ანუ ბევრში განხმებაო სიყვარული მრავალთა, უფლისა და მოყვასისა. მე ესეთი პოლიტიკა ავირჩიე, რომ ყოველთვის შემწყნარებელი ვარ და ყოველთვის ვიჭმუხნები, ანუ ვიკუმშები, ოღონდ ეკლესიაში მოდი შვილო, გინდა წელიწადში ერთხელ მოხვიდე, მითხარი აღსარება და გაზიარებ, მაგრამ შენ თუ სინდისი გაქვს, იქნებ დაფიქრდე და იქნებ მიხვდე ამას, რომ ეს ზიარება შენ არ გეკუთვნის, აგერგება. ეს ხო ღვთის განსაკუთრებული მოწყალება, მოძღვრის, ესე ვთქვათ, კეთილინება. მე ამის გამო ღმერთი ვიცი რომ არ დამსჯის, მაგრამ თქვენი სინდისი ალბათ გეუბნებათ რომ არ დაიღალე, ვთქვათ, ერთი და იგივე საქციელი, ვთქვათ, არ დაიგივე, ერთი და იგივე ქმედებით, ერთი და იგივე აღსარებით, ერთი და იგივე სიზარმაცით, ულოცველობით, უსიყვარულობით, რა ვიცი, უმადლობით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ჩემო ძვირფასებო, რომ ყოველი კვირა მნიშვნელობა არ აქვს, ეს კვირა დღესასწაულია, რომელიმე დიდი მოვლენა ხდება, დიდი წმინდანის ხსენება თუ არა, იყოს შენთვის ყოველი კვირა 1 სექტემბერი, ანუ გარკვეული სწავლის დაწყება, გარკვეული მონატრება. რომ მოხვედი ეკლესიაში, მე დილით თქვენ ხედავთ, აქ დგევარ ყოველთვის და გაფართოებული თვალებით გიყურებ. თქვენ შემოდიხართ იმის მაგივრად, რომ მოძღვარს მიესალმოთ, ან ხატს იამბოროთ პირველ რიგში, მიდიხართ მესანთლესთან, მერე გადაკოცნები, გადმოკოცნები, ჯერ სტიქაროსნებს ეამბორებით ხოლმე, მერე ერთმანეთს და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ნუ გავისწრებათ, რომ შემოდგი ფეხი ტაძარში, შენ უფლის სახლში შემოხვედი, არა მესანთლის სახლში,
არა მამა გიორგის სახლში, არა შენი მეგობრის სახლში, არამედ უფლის სახლში შემოაბიჯე, ჩემო ძვირფასო. და გახსოვდეთ, რომ უფალი გისმენს შენ, და ამ დროს შენ მიბრუნდები და შენაირ მონას ესაუბრები 1000 გვარ სისულელეს, 1000 გვარ უაზრობას და უკვე შენ იწყებ ლიტურგიას დამახინჯებით. ანუ შენი მზადყოფნა იმისთვის კი არ არის თქვა, ნეტა ახლა კვერექსი მოვისმინო, ნეტა რა ტროპარი იკითხება, ვისი ხსენება, რა სწავლება წამოიკითხა წიგნის კითხველმა, ან გალობლემა შეცდომით ხوار იგალობეს რამე ან რამე ხوار შეეშალათ, ან ჩვენი სასმენელი მიდრეკილია, მაინც ისე ვთქვათ, ერთი დროზე დამთავრდეს წირვა, ზოგიერთები ელოდებიან მარტო ზიარებას და ზიარების მერე გარბიან, ზოგი ელოდება მარტო ქადაგებას, რომ მოისმინოს და არაფერი არ შეასრულოს და უამრავი ახალ გაზრდები, ადრეს მithქვია და კიდევ ვიტყვი, მოდიან რომ ესე თქვათ, ხელი ყავადალიონ, თქვათ, ან ცივი ყავადალიონ, გაერთონ იქ დაჯდა ტურისტების ჩაცმულობა და გარეგნობა და გარკვეული ფიზიონომია დაათვალიერონ, ვის მოკლე კაბა აცვია და ვის გრძელი კაბა აცვია. მათ ვეტყვი რომ რატო იოფლებიან და ამოდიან ამხელა მანდიზე. ქვევით უამრავი კაფეა, ჩემო ძვირფასებო და ჯობია იქავე გასდეთ ბანაკი და იქ დარჩეთ, იმიტომ რომ ამხელა მანდიზე რომ ამოდიხარ, არ გცხვენია წმინდა ნიკოლოზის, არ გცხვენია ყველა წმინდა სამების ღვთისმშობლის, რომ ამოდიხარ და შეგინთ არ შემოდიხარ. ან შეგინით შემოდიხარ და დაბოდიალობ უაზროდ. აი გიყურებთ ხოლმე რომ დადიხარ და მე არ ვიცი, მიკვირს რა, რას დადიხარ, შვილო, აიღე სანთელი დაანთე და გაჩერდი. ეს ხო მუზეუმი არ არის, მუსლიმანი ხო არ ახარ რომ შემოხვიდე და აქეთ-იქით იბოდიალო. ცოტა ადრე მოდი დაანთე სანთელი ხატები მოილოცე, გაჩერდი, გონება შეამზადე ლოცვისთვის, სული რომ წირვა არ ჩაიაროს ისე როგორც ყოველთვის უცნობელად, უაზროდ და ასე შემდეგ. შეგახსენებთ მამა გაბრიელის ღირსი, მამა გაბრიელის არქიმანდრის სიტყვას, თქვენ რო იცოდეთ რამხელა მადლია წირვაზე, წირვის მერე მტვერს ასე თქვათ მოხვეტავდით და აი ამბორებოდითო. აი ხედავ რომ წირვის დროს გეხართ, ლოცვებს კითხულობთ, ვინიცის რას კითხულობთ, სახლში ეთყობა დრო არ გაქვთ და ასუფთავებს სასანთლეებს. ეს ეთყობა ნერვებს ამშვიდებს, მაგრამ გთხოვთ რომ წირვამდე ან წირვის მერე ესე თქვათ გაერთეთ სასანთლეებით. როგორ ნუ გარბიხართ ხოლმე, დარჩით და თქვენს მიერ დაბინძურებული ასე თქვათ შელახული სასანთლეები გთხოვთ რომ და მოაწესრიგოთ და მოასუფთავოთ. ეს ჩემი მოვალეობა არ არის და გარკვეული პიროვნებების, ეს თქვენი მოვალეობაა. და ყურადღება ნუ არის გაფანტული წირვის დროს. აი ბავშვი რომ მოკყავ, ხეთილინებე წაავლე იმ ბავშვს ხელი. ან თუ არ ჩერდება ბავშვი, გარეთ გადი და გარედან მოისმინე ღვთისმსახურება და ხელს ნუუშლით ნურავის. ან მშობლები რომლებიც მოკყავთ, აი გაკვირდებით ერთი და იგივე ხალხი. არ გეკითხებიან თქვენი შვილები, მამა, დედა, მე რომ აზიარებ, შე რატო არ ეზიარები? რა უნდა უპასუხოთ ბავშვს ერთი მითხარით? აი წაიყვანე ბავშვი სახაჭაპურეში. აჭამე ბავშვს ხაჭაპური და შენ არ ჭამ. ძალიან ცუდი შედარებაა, მაგრამ ხო გეტყვის ბავშვი, შე რა ჯერ შენ ჭამე და მე შევჭამ და ამიტომაც მეორე ბავშვი ტირილით ეზიარება და წივილ კივილი და ერთი ამბავია. რატო? იმიტომ რომ ბავშვს შენ უნდა მისცე მაგალითი ზიარების და შენ არ აძლევ. ხედავს ბავშვი რომ შენ მთელი წირვა ლაპარაკობდი, ან გარეთ იდექი და ჭორაობდი და ბავშვი ვერ იგებს, რატო? თქვათ აძლევენ კოზით პირში რაღაცა მაპატიეთ წმინდა ზიარებაა, მაგრამ ან ხო არ იცის რა არის ეს ყველაფერი და მე ვიძახით რომ ეთყობა ეშმაკეულია ბავშვი, ეთყობა ეშმაკი დაეპატრონა და არავით არის ეშმაკი, ჩემო ძვირფასებს არის ჩვენი დაუდევრობა და ჩვენი უგუნურობა, მეტი არაფერი. თუ მშობელი იქცევა კარგად, ამხსარებელი და მაზიარებელია და გონიერი მლოცველია, ისე მოსეირნე ტურისტი კი არ არის ეკლესიაში, არა მართლა გონიერი მლოცველია, ბავშვი უყურებს მამას და დედას და თუ დედამისი და მამამისი მოწესრიგებულად ლოცულობს და დგა, ეს ყველაფერი გადაეცემა უსიტყვოდ, ყველაფერი ბავშვი აირეკლება. გთხოვთ ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ და აი ასეთ რაღაცეებზე ნუ დამაკარგინებთ დროს, ქადაგების დროს. და მე მინდა რადგან დადგა ეს ოქროსფერი ლამაზი შემოდგომა, კიდევ ერთი სწავლება გადმოგცეთ, ერთი ორი კვირის წინ იყო მე მგონი, აკრძალვების თემა განვიხილეთ, 7 აკრძალვა ძირითადად, რისგან უნდა შეიკავოს ადამიანმა თავი. ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ამ ქადაგებას, ბუნებრივია თავს არ ვიქებ, ეს ჩემი არაფერი არ არის. ესე გიყვართ ხოლმე, რა კარგი ქადაგება იყო, ჩემზე იყო. თუ შენზე იყო და კარგი იყო, რატო არ ასრულებ მაშინ? თუ შენ გინდა რომ მე შემაქო და პირმოთნეობაში ჩავარდნილი ხარ და გინდა რომ მამაოს თან რაღაცა ქულები დაიწერო, მაგას ვერ მიაღწევთ, იმიტომ რომ მე ვიცი, ისი გაკეთებელიც ვარ და რამქადაგებელიც ვარ, ძალიან კარგად ვიცი. აქედან გამომდინარე, არავის ქება და არავის შეფასება არ მჭირდება. თქვენ, რასაც გეუბნევით, ის დაიცავით, ჩემო ძვირფასებო. იწერება ეს ყველაფერი. მე არა ვარ ოქროპირი და ვასილი დიდი, მაგრამ რაღაცას რო ბოდიალობ და რაღაცას რო გადმოგცემთ, ეს ყველაფერი თუ შენ ვერ დაიმახსოვრე, ჩანაწერი მოისმინე და აკონსპექტე, წაიკითხე, რატომ? მოკითხავთ მე ღმერთი თქვენ. აი, მამაო რო გასწავლა, ეს წყალში ხო არ უნდა ჩაიყაროს. ეს ყველაფერი წარმოიდგინეთ, მე რო არ გითხათ, მე მეთქვის ღმერთი რო შენ რომ გარწყინებული ჯვით იდექი ამბიონზე და ლამაზი შესამოსელი რო გეცვა,
ის მარგარიტები, რომელიც მეწმინდა მამების პირით მე მოგეცი შენ და დაგიტოვე წმინდა გადამწერების მიერ, რატო არ სწავლობდი შენ და რატო არ ასწავლოდი მრევლს? მე მეშინია ჩემო ძვირფასებო და როგორ შემიძლია, როგორ ჩემი გონებრივი საშუალებები მაძლევს საშუალებას ვიყენებ ინტერნეტს, ვიყენებ თუ კი რამე წიგნი ახალი გამოდის, ყველაფერს ვიყენებ იმისთვის, რომ ჩემი ქადაგება არ იყოს რაღაცა ჯაყ-ჯაყი და სიტყვების ბრახაბრუხი, იყოს ყველაფერი ძალიან ნაყოფიერი და ყველა წერტილი და მძიმეც იყოს შემეცნებითი, გააზრებული. აქედან ადამიანი რო გავა და ჩავა ამ სეკულარულ ქვეყანაში, აი ამ დედაქალაქში, იმ ჯოგს კი არ შეუერთეს, რომელიც ჯოგიც აქეთ-იქ დატანწალებს და ხან ნაცმოძრაობისკენ რომ მიგათრევენ და ხან ოცნებისკენ რომ მიგათრევენ. არა, უთხარით რომ ჩემი უფალი არის იესო ქრისტე და ვისაც უფალი აირჩევს, ის იქნება ჩემი პრეზიდენტი, ის იქნება ჩემი მმართველი. შენ არავის ამჩევი არ ახარ, წინა ასე ვთქვათ, მარიამობას გითხარით, ეს ყველაფერი დალაგებული და გათვალისწინებულია, ვინ უნდა მოვიდეს, ვინ უნდა წავიდეს. უბრალოდ თქვენგან დემოკრატია საფრთხეში რო ციხში არ შევიდეს, თქვენგანაც არის საჭირო ხანდახან ცხრებდებით დაბღავლება, რომ აი ეს არის ჩვენი პრეზიდენტი და ასე შემდეგ. ამაზე აღარ მინდა თქვენი სასმენელი დაუღალო, უბრალოდ გთხოვთ რომ იცოდეთ, რომ ყველაფერი უფლისგან არის, ვიღაცებს რო გონიათ, რომ ისინი მართავენ ქვეყანას, ნურას უკაცრავად, უფლის გარეშე ერთი ბეწვი არ ჩამოვარდება თქვენი თავიდან, ერთი ფოთოლი არ გატოკდება, კარგად დაემახსოვრა. უბრალოდ უფალმა დაუუშვა ხანდახან გარკვეული ადამიანების პრეზიდენტობა, პრემიერ-მინისტრობა, გარკვეული თაღლითობა, გარკვეული სიცრუე, რომ ისეთი გონიერი ერი, როგორიც არის ქართველი ერი, რომ მოატყუოს და ასე შემდეგ. ერთი დიდი ადამიანის სიტყვები წავიკითხე ამასწინათ, ქართველი მოაზროვნეა და ძალიან დავბრკოლდი თავიდან, მაგრამ მე დაუკვირდი და მაშინვე მივხვდი, რომ დიდი სიბრძნე იყო, რომ ჩვენ უპატრონო ერი ვართო. ეხლა თქვენ შეიძლება გააბრაზდეთ, რანაირად უპატრონები როგორ ავართ, რომ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, ქრიშობლის წილხვედრები ვართ, მაგრამ თუ კარგად დაუკვირდებით და ბიბლია წაკითხული გაქვთ, იქ წერია ძველ აღთქმაში, რომ ვირმაო თავისი პატრონი იცის და ხარმა თავისი ვაგაო და ჩერმა ერმა კიდე ვერ გაიგო ვინ არის მათი მეუფეო. ასე ვარ ჩვენს, რომ თუ კი შენ ვირმა და ხარმა იცის თავის პატრონი და შენ ქართველმა არ უნდა იცოდეს შენი პატრონი და შენი მეუფე და შენი უფალი ვინ არის, თუ კიდე ვიღაცეების ის გვინდა ბელადომანია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს ნიშნავს უპატრონობას, რომ უპატრონო ერი არ უნდა ვიყო ჩემო ძვირფასებო, ღმერთმა პატრონი გამოგვიჩინა ჩვენ, ანუ უფალი და ჩვენ ამ უფალს ვემსახურებით უკვე 21 საუკუნე დაიწყო და იმედი მაქვს რომ კლავაც გავაგრძელებთ. და თუ ასეთი პატრონი ყავდა, ასეთი მეუფე ყავდა, მაგრამ ჩვენ არ მიუტოვები ვართ არასოდეს, უნებრივია ჩვენ არ გუმართებს ისეთი უგუნური ქმედება, როგორიც იყო და კიდევ ასე თქვათ აღესრულება ყოველ დღე. აი ჩართავ ტელევიზორს და უკვე მე მგონი აი ამაზე რძენია ამ ყველაფერს საუბარი, შეწუხებული სახით სიარული ამ სოფლებში, ამ გაუბედურებულ ხალხში, მათ შეჭამეს ჩვენი ხელფასები და პენსიები. და ეხლა დასტირიან და ერთად ტირიან, ნიანგმა იცის ეს, ნიანგის რემლები ქვია მაგას, მსხვერპლს რო ჭამს, თან ტირის მერე. ასეთი რაღაცა, ამას სლოგანებით გამოსახავენ, ბილბორდებზე იხატება, როგორ ტირის პრეზიდენტი, როგორი ყოჩაღი, თქვათ, მეოცნებე პრემიერ-მინისტრი ყავდა, თქვათ, აი თქვათ, ვიღაცა გამოჩნდება ეხლა და ასე შემდეგ და სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი თქვენთაგან, მე არა მაქვს ერის ხალხზე ლაპარაკი, მე თქვენგან მტკივა ხოლმე ხანდახან გული, რომ გარბი ხართ და მე მორბი ხართ რამოდენიმე ხანში და აცხადებთ, რომ ეს რა შეცდომა დაუშვით და ეს რა მომივიდა. ანუ ნუ იქნებით უპატრონოები ჩემო ძვირფასებო და ხარზე და ვირზე ჭკვიანები ხართ და მე მგონი მეტი ინტელექტი და მეტი აზროვნება გმართებთ. ეხლა არ თქვათ კიდე ვინმე, რომ მამა გიორგი მოწინააღმდეგე ოპოზიციაა და ჯვარი მწერია, არც ოპოზიცია და პოზიციას მაპატიეთ ერთი ნაგავია. ასეთი ის იყო, როცა სოფლებში ქადაგებდნენ ბოლშევიკები და მენშევიკები, გლეხები ბუნებრივია ვერ იგებდნენ რა იყო ბოლშევიკი და რა იყო მენშევიკი. თუმცა სიტყვაც არ იცოდნენ ბოლშე და მენშე რა იყო. და ერთი გლეხი ადგა შედარებით განათლებული გლეხი, იმიტომ რომ ბევრი გლეხია, ესე ვთქვათ, ინტელიგენტი და თავის მოძმეებს აუხსნა რა იყო ბოლშევიკი და მენშევიკი. ანუ მაპატიეთ ეს არ არის ცუდი სიტყვა, ამბობს რომ აი არ გინახია თუ ორღობეში ძროხის ფუნა. აი ურემი რო გადაივლისო ზე და აქეთ დარჩება ბევრი, იქით ცოტა. აი ეს არის ბოლშე და აი ეს არის მენშე. აი ეს არის პოზიცია და ეს არის ოპოზიცია შემოკარგებო. ურემი არის ჩვენი ეკლესია, ჩვენი ცხოვრების წესი და ჩვენ ამაზე გადავიაროთ და უფლის გზაზე უნდა ვიაროთ. უფალი ამბობს, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. რაღაცო გინდა სხვა გზა, რაღაცო გინდა სხვა ბელადი, რაღაცო გინდა სხვა პატრონი, როცა შენ უკვე ყავს ეს ყველაფერი პირველი საუკუნიდან. და ვისაც არ აყავს იესო ქრისტე, მისი უფალი ხდება უკვე არაწმინდა სული ეშმაკი. ვინც არ არის ეკლესიაში, ის შედის პარტიაში, ან თქვა ფარისევერთა პარტიაში, ან
ხადუკეველთა პარტია. ასეთი პარტია ძალიან ბევრია და თან საოცარი სლოგანები აქვს, რომ აი ძმობა, სიყვარული, მოკლედ რა ვიცი, საქართველოს სიკვდილი და ასე შემდეგ. და მოდის კარგი დოლარები მე ამერიკიდან და საღამოს ერთად ქეიფობენ ისინი რესტორანში. მე და ჩვენ ასე თქვათ, ფად გვატყუებენ თითქოს ერის წყლული აჩნიათ წყლულად. ეს კიდევ ვიმეორებ, იმიტომ ვიზახი ამ ყველაფერს ახლა რომ აი ერთ-ორ კვირაში თუ ერთ თვეში იწყება კიდევ ეს საშინელი რაღაც ფულის ხარჯვა წარმოედგინეთ ეს ფული რომელიც იხარჯება აი ამ ვითომ არჩევნებზე და რაღაც ეს რომ ხალხს მოხმარდეს აი ამ პლაკატების ფული აი ამ შტაბების ესე თქვა ფული გაჭირვებული უკვე ამდენი აღარ იქნება ჩემო ძვირფასებო მაგრამ ეს ყველაფერი იმიტომ არის რომ დემოკრატიულად ჩატარდეს ყველაფერი და კიდევ ერთხელ გაბრიყვდეს ხალხი ეს გთხოვთ რომ ყველაფერი დაიმახსოვროთ ამ თემაზე მე აღარ მინდა რომ ვისაუბრო მაგრამ ეთყობა საჭიროა ხოლმე საუბარი რომ თქვენ კიდევ ერთხელ გონება განიწმინდოთ აი ამ სოფლიური რაღაც ორომტრიალისგან კიდევ ამოვწერე ესე თქვათ ბრძენი ადამიანების შეგონებები რისგან უნდა შეიკავოს ადამიანმა თავი ანუ ის გარკვეული შეგონებები ჩვევები რადგან ჩვენ უარი უნდა ვთქვათ აი სექტემბერი შემოდგომა დავიწყოთ იმით რომ პირველი სუდზე აღარ ვიფიქროთ. არის ესეთი ხალხი ჩემო ძვირფასებო, ესე იგი რომ ოქრო და ვერცხლი რომ დაუყარო ფეხებთან. იესო ქრისტე რომ გამოეცხადოს. აი თელი სამყაროს ბრილიანტები რომ დაუყარო მუხებთან, მაინც სუდზე ფიქრობს. მაინც თავპირი ჩამოსტირის. აი მინახავს თქვენი თავი ნაზიარები უყურებს სახეში ადამიანები რომ ვაზიარე და თავპირი ჩამოსტირის. იმხელა სულიერება არ ამგონია რომ კონდეს რომ ცოდებს განიცდეს, მაგრამ შედალოცილო რაღაც სიხარული ხო უნდა გეწყობოდეს სახელზე ღიმილის სახით მაინც. არა, მაინც ეს სახე აქვს ზოგ ადამიანს, რომ აი ვერ გაიგებ უხარია, წყინს, ტირის და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ეს მოძღვრებიც არიან, ესე იგი რომ იმ მოძღვარს რომ მოусმენ, უნდა გაიქცე ამ ქვეყნიდან. ესევე დაიყურო ქუდი, არავით არის აიდი ბარათი, არავით არის მოკლედ, რა ვიცი, ყველაფერი დამთავრდა, უკვე ჯოჯოხეთი დედამიწაზეა და ყველაფერი ცუდი. სამწუხაროდ ესეთი მრევლი და ბევრი მოძღვარი არსებობს. იმას რომ მოусმენ, უნდა უკან გაეკიდო მაშინვე და გაყიდო სახლი, ყველაფერი დაკეტო და უნდა ჩახვიდე ღვიმეში. ყველაფერი დამთავრებული, არაფრის აზრი უკვე აღარ აქვს. ეს ასე არ არის ჩემო ძვირფასებო. ჩვენ ცხოვრებას ნუ ავაგებ მაინც და მაინც ცუდზე, მაინც და მაინც ბოროტებაზე და იმაზე რომ ხალ ყველაფერი ცუდად იქნება. არ იქნება ცუდად. აპოკალიფსი წაიკითხე ჩემო კარგებო. აპოკალიფსი წერია ის კატაკლიზმები, რაც უნდა მოხდეს, მაგრამ აპოკალიფსიდან იღებს სათავეს ყველა ზღაპარი და ყველა ფილმი. ინდო ყველაფერი ბოლოს მაინც თავდება კარგად. რატო? ბოროტსა ზლია კეთილმან, არსება მისი გძელია, მაგრამ თუ გინდა რომ ბოროტება დამარცხდეს, შენი ნება უნდა იყოს ამაში. აი საოცარი სახარება წავიკითხე დღეს. როგორი შემართებით არის? მამა, ხო შეიძლება ჩაექნია ხელი ჩვენსავით და ეთქვა, ჩემი შვილი ეშმაკეულია ბავშვობიდან და რა ეშველება ამას, არაფერი აღარ ეშველება. მიდის, ევედრება მოციქულებს, მოციქულები ვერ კურნავენ. ხო შეიძლება წასულიყო და ეთქვა, რომ აბა რაღა აზრი აქვს მოციქულებმა ვერ განკურნეს. მიდის მაცხოვართან და ეუბნება რომ აი ევედრეო შენ მოციქულებს და ვერ განკურნესო. და მაცხოვარი ეუბნება რომ შენ წამს რომ ამის საკეთება შემილია. ხო და მიიღე შენი სარწმუნოების მიხედვით. ანუ ამ ადამიანში რომ სასოება და რწმენა არ ყოფილიყო, არა ოცნება, არამედ სასოება და რწმენა რო არ ყოფილიყო, არ გარნიკურებოდა მისი შვილი. ანუ ის ცუდზე ყია წარმოგიდგენთ ბავშვობიდანვე ეშმაკეული იყო. ეს იცით რას ნიშნავს ჩემო ძვირფასებო? ეშმაკეული ღმერთმა ყველას გაშორო. აი ბავშვობიდან რომ ბავშვი არის ეშმაკეული, დუჟი რო გადმოდის პირიდან, მას თვარეულს ეძახიან, თქვა ჩერპრობილი, დაჭყეტილი თვალები თუ დაარბის, ამტრევს, ანგრევს და მაინც შენ სახში რო, იმიტომ რომ შენი შვილია და ახლა არ უშვებ ამ ბავშვს. და ასეთი ადამიანის მამა ხო შეიძლება გაბოროტებული ყოფილიყო და ყოფილიყო დამზიმებული, მაგრამ მაინც იმედი აქვს, მაინც რწმენა აქვს და მიდის იესოსთან და მიიღებს კურნევას და ასე თქვა გახარებული წამოვა იქიდან და თუ თქვენც ასეთ იმედიანები და გახარებულები იქნებით, თქვენც მიიღებთ კურნებას. თქვენც აღარ იქნებით დაღვრემილები და გაბოროტებულები და დამძიმებულები. ყველაფერი კარგად იქნება. თუ ხარ ქრისტიანი, მომღიმარი უნდა იყო, მოხარხარე კი არ უნდა იყო, მომღიმარე და მშვიდი უნდა იყო. თუ რამე გაწუხებს, ეს შენ გულში უნდა დამალო და სხვას არ უნდა მოახვიო, შენი დაჟღანული სახით თქვა რაღაც პრობლემები რო გაქვს. უპრობლემო მე მგონი მარტო სულელები არიან და სამოთხეში მყოფი ხალხი. ყველას პრობლემები გაგვაჩნია და პრობლემების გარეშე ღმერთმა არ გვაცოცხლოს და ვერც გვაცხონებს ჩვენ, იმიტომ რომ საჭიროა გარკვეული პრობლემები, გარკვეული განსაცდელები, გარკვეული ჯვარი, რომელიც დაუშვა ღმერთმა ჩვენზე. ამის გარეშე ვერც ხონდება ვერავინ დაიმახსოვრეთ კარგად. აი ძალიან კარგად ამბობს სპასილი დიდი, რომ ცხონება არის ადამიანის ნებით და ღვთის დაშვებით.
ღვთის კურთხევით. ანუ რას ნიშნავს? თუ შენ არ გინდა, ღმერთი ვერ გაცხონებს. როგორ შეიძლება ღმერთმა რამე ვერ შეძლოს, მაგრამ შენი ნება არის პირველი. მაგრამ თუ შენ თავიდანვე ფიქრობ, ეხლა რომ აიდი ბარათი ავიღე, ან ვიღაცამ აიღო, ეს რაღაცა, ის ესეთი ეპისკოპოს კარები აუჭედეს იქა და რაღაც და ყველაფერი დამთავრდა, ხატანები არიან ეკლესიაში და მოკლედ ყველაფერი ცუდად არის, უკვე შენ ჩაკეტე ღმერთთან ურთიერთობის კარები და შენ უკვე ვეღარ ცხონდები. იმიტომ კი არა რომ ღმერთს შეუულია, შენ არ გინდა და იმიტომ შენ ახარ პესიმისტი და აი შენ იქნები მე კარგი მრევლი, როცა მოვა ანტიქრისტე. ასე ადამიანები შეკუჩდებიან მე და იტყვი აი არ გაგვიმართლა ქრისტეში და იქნებ გაგვიმართლოს ამ ზე ადამიანში. ეს მრევლი უკვე არსებობს, რომელიც მიიღებს ანტიქრისტეს. ესენი არიან თვითონ ცუდზე ფიქრობენ ყოველთვის და ის ცუდი რომ მოვა, ისინი ცუდს მიიღებენ. კეთილი მოვიდა, კეთილი არ მიიღეს და ცუდს მიიღებენ, იმიტომ რომ ის ყველაფერს ეთქვის, რომ აქამდე ყველაფერი მირაჟი იყო, სპექტაკლი იყო, არავით არის ქრისტე, არავით არის სიწმინდე, არავით არის ოჯახური პატიოსნება, არავით არის სიყვარული, ყველაფერი იქნება თავდაყირა და ფაქტის სახელზეა, რომ როგორ შემოგვესივნენ მამათმავლები და როგორ გვაშტერებენ და გვეუბნებიან, რომ დიახაც უნდა იყოს ერთსქესიანი ქორწინება, დიახაც მამათმავლობა არავით არის ცოდვა არ არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს ყველაფერი გთხოვთ რომ დაიმახსოვროთ კარგად. შეიძლება აი ამ სიტყვების ქადაგება მე აღარ მოგვიწიოს ჩვენ, იმიტომ ამის უფლება და ამის საშუალება აღარ იყოს და აღარ ჩვენ გვაქვს დღეს ჭეშმარიტების ქადაგების საშუალება, კარგად დაიმახსოვრეთ, რომ დადგება დრო და გეტყვიან თქვენ, ვინც მართლმადიდებლები დარჩებით, თქვენ ხართ არანორმალურები, იმიტომ რომ ძალიან ცოტანი ხართ. აი გაიხედე რამდენი არიან იეჰოვას მოწმეები, რამდენი არიან ბაპტისტები და ასე შემდეგ, თქვენ ძალიან ცოტანი ხართ. ამ ყველაფერზე კი წერია ლუკას სახარებაში. ქრისტე ამბობს, როცა მოვა ძეკაცისა, ნახავს კი რწმენას დედამიწა. ჭეშმარიტი სარწმუნოება იქნება არა ერთ ქვეყანაში, ერთეულებში იქნება. ანუ სულ რამოდენიმე ადამიანი დარჩება ჭეშმარიტი მორწმუნე, რამოდენიმე ეკლესია წერია იოანეს გამოცხადებაში. აი ეს ყველაფერი თემოძირფასება უნდა ვიცოდეთ და კი არ უნდა ვიყოთ ცუდის ფიქრში, არამედ კარგზე ვიფიქროთ. ადრეს მithქვია ბუზის და ასე თქვათ ფუტკრის იგავი, ძალიან საინტერესოა, ეკითხებიან ბუზს, რა ხდება და ბუზი ამბობს, რა უნდა ხდებოდეს, ყველგან კონსერვის ხილები ყრია, ფაუნა, ესე თქვათ, ნეხვია ყველგან, სიბინძურია, ჭუჭყია და ასე შემდეგ. და ეკითხებიან ფუტკარს, რა ხდება? რა ხდება და ყველგან ყვავილებია, ვარდებია და ყველგან კეთილი სურნელება. ანუ თუ ფუტკარი ხარ, პასუხობ როგორც ფუტკარი და თუ ბუზი ხარ, აპატიე და მაშინ ხარ ნაგავში და დავრჩებით ნაგავში. ჯვარი გწერია ყველას. მეორე გაგრძელება ამისა, იმიტომ ამოვწერე რომ თავმნიმდევრობით იყოს ცხოვრებაზე წუწუნი. ალბათ მოგეხსენებათ უამრავი ადამიანი, იმიტომ მოვიდა ეკლესიაში, ღმერთი კი არ უყვარს და მოძღვარი კი არ უნდა. იწყებს წუწუნს. რომ ესე, ისე მოკლედ პატიმრობას, ნეულება, დაუკარგე ყველაფერი და ასე შემდეგ. იმას კი არ ამბობს, რომ ეს ყველაფერი იმიტომ დამემართა, რომ მე არ დავდიოდი ეკლესიაში, უღმერთო ვიყავი, განვიკითხავდი მღვდლებს, პატრიარქს, დავცინოდი. ეს ყველაფერი ჩვენი არასწორი ცხოვრებიდან გამომდინარე ჩავვარდით აი ამ გაჭირვებაში და მერე ვიწყებთ წუწუნს, რომ ეს ყველაფერი არის ჩემი მშობლების ბრალი, არ დამიტოვეს ქონება, ჩემი ძმის ან დის რომ მიიტაცა ყველაფერი, დანატოვარი ჩემი მშობლების და თავრობაზე ხო აღარ არის ლაპარაკი, ის თავრობა არ ვარგოთ და ეხლა ეს რომ მოვიდა უფრო კარგი იქნება და ხედავ როგორი კარგიც არის, კი ხედავ თქვენ ამ ყველაფერს სამწუხაროდ. ანუ წუწუნი არის ცოდვა ჩემოძირფასება. ანუ შენ არ ახარ მადლიერი შენი მდგომარეობის. იყავი მადლიერი და ღმერთი მოგცემს იმდენს, როგორც ამბობს დავით ნეფსალმუნე, რომ მე ახალგაზრდა ვიყავი ჭაბუკი და დავბერდი, მაგრამ მორწმუნე ადამიანი არ მინახიაო ხელგაწვილი. აქ არის ლაპარაკი მორწმუნეზე. ლოგი იტყვის, მე მორწმუნე ვარ, დატომშია, არ ახარ მორწმუნე და იმიტომ აქშია. არა გწამს და არა გაქვს. წამსდეს და მოგეცემა. ასე რომ თუ მორწმუნე თვლის შენ თავს, მაგრამ მაინც გიჭირს, ესე იგი შეამოწმე შენი რწმენა. ესე იგი შენ ისი არ აღწამს, როგორც აი ამ ღირსახარებაში ამოკითხულ ჭაბუკის მამას. მან მაშინვე მიიღო დახმარება და თუ შენ ითხოვ და არ იღებ, ესე იგი ითხოვ ბოროტს, როგორც პავლე მოციქული ამბობს. ანუ კარგად დაუკვირდი, რატომ მოდიხარ ეკლესიაში. ეკლესიაში არ უნდა ითხოვ თავიდანვე მაინც და მაინც, თქვათ, ვალების გასტუმრება, ყველაფერი მაშინვე გგონიათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და აი ყველაფერი შეიცვლება, ხელფასი მოგვემატება ან სამსახური. არა, ეკლესიაში მოდიხარ იმიტომ, დაიმახსოვრეთ კარგად, რომ აღიარო შენი ცოდვილი მდგომარეობა და თქვა, მამაო, აი აქამდე ვიყავი უღმერთო, ჩემი თავი მეგონა მორწმუნე, აი ამ ჩემმა ცხოვრებამ ჩამაყენა უძღები შვილის მდგომარეობაში, მოვედი უძღები შვილივით და
თხოვ მოჯამაგირეთ მაინც მიმიღო ეკლესიაში. მოჯამაგირეთ მაინც, მაშინ კი არ გინდა სტიქაროსნობა და დიაკონობა და მგალობლობა, არა, მოჯამაგირეთ მაინც იქნება რაღაც კარებში დამაყენო და რაღაც 1-2 იქნება მაინც მაზიარო. აი ეს არის ნორმალური მდგომარეობა და მე ღმერთი ამას რო დაინახავს, ყველაფერს დაგიბრუნებს, რაც შენგან აიღო, იმიტომ რომ ის ყველაფერი შენ გქონდა, მადლიერი არ იყავი და დაკარგე, იმიტომ რომ ყოველთვის წუწუნებდი მაინც და საკმარისი არ გქონდა. თქვენ გინახიათ კმაყოფილი ადამიანი, რო ეთქვას, რომ მადლობა ღმერთო, ყველაფერი მაქვს, უკვე არაფერი აღარ მინდა. არა, 4 ოთახიანი აქვს, 5 ოთახიანი უნდა, 1 სართულიანი აქვს, 2 სართულიანი უნდა, მოკეთ უფრო ძვირფასი მანქანა და უფრო ძვირფასი სამსახური. და ავიწყდებათ, რომ ეს ყველაფერი ღვთისგან აქვს და რო უთხრა თქვა ეკლესიას რამე შესწირე, წავა და მოიყვან საბრალო ცხვარს, შემოატარებს, ისე თვითონ მიირთმევს იმას მერე და ეს გონია მადლიერება. მესამე შედარებით უფრო განსხვავებული სწავლება წარსულზე ჩაციკლა. ეს მე მგონი პირდაპირ ქართველებს გეხება ჩვენ. აუ რა მაგრები ვიყავით, რა მაგარი მეფე იყო დავით აღმაშენებელი, თამარი, გორგასალი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველგან სუფრაზე ვამბობთ იმას, რომ რა მაგრები ვიყავით. გასაგებია რომ ჯერ ერთი მაგრები რო ყოფილიყავით, ეხლა მაინც ისე ვიქნებოდით, ესე საწყლები მაინც არ ვიქნებოდით, მაგრამ რა მაგრებიც ვიყავით, მე მგონი თქვენ იცით კარგად. 1-2 საუკუნე შეიძლება გამოვარჩიოთ, რომ იყო ოქროს ხანა. მაშინაც კი გეტყვით ერთ პატარა ნიუანს, შეიძლება ეს ვიღაცას გაუკვირდეს, მაგრამ თამარ მეფის დროს ოქროს ხანა როცა იყო, სპარსეთი იყო ძალიან უძლური და სუსტი. იმის მაგივრად სპარსეთში ჩვენ გაგვეგზავნა მისიონერები და ქრისტიანობა შეგვეტანა, დავარბიეთ და ესე ვთქვათ, გავძარცვეთ იქავრობა. ანუ მტერი გავიჩინეთ პირიქით სპარსეთის სახით. აი მაშინაც კი უგუნურები ვიყავით, რო გონია რომ ძალიან გონიერები ვიყავით. ასე რომ ასე არ არის შემოძვირფასებო რა. ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა ჩვენმა წინაპარმა. კი, ყავს ძალიან დიდი წმინდანები, მაგრამ ყავს ძალიან ბევრი უღმერთოები და რამდენი სირცხვილია აღწერილი ჩვენი ისტორიაში თქვენ მოგეხსენებათ, იმისი გამეორებაც კი არ მინდა მე. ასე რომ სოფლიო ჩემპიონი თუ 24 საათი იმით იქადის და იმით ტრაბახობს, რომ სოფლიო ჩემპიონია და არ ემზადება ოლიმპიური ჩემპიონობისთვის, ის დაკარგავს იმასაც, რაც მიიღო. ასე ვარ ჩვენ ესე ვიძახეთ, რომ მე-12 საუკუნეში მაგრები ვიყავით და მე-11-ში და 10 საუკუნე გავიდა და სულსა ვღაფავთ. მე მგონი არაფერი სატრაბახო არ უნდა გქონდეს ჩვენ. აქედან გამომდინარე მივხვდეთ იმას, რომ რა იყო, რითი იყო თამარის სამეფო ძლიერი. იცით რითი იყო? აი ახლა წავიკითხე მე გარკვეულადგილები, რომ მოზარდიც კი მაშინ იყო ამხსარებელი და მაზიარებელი. ჩვენი თინეიჯერები და განსხვავებით. აი მაშინდელი მოზარდებიც კი იყვნენ ეკლესიურები და არ იყვნენ მრუშობა ცოდვაში. მაგრამ თამარის ძე ლაშა გიორგი იყო ძალიან კარგი ხელათთავარი. გონიერი ადამიანი, მაგრამ ჩავარდა მრუშობაში, სიძვაში, გარყვნილებაში და თელმა ერმა მიბაძა მე ამ ადამიანს და რაც მოგვივიდა ფაქტის სახეზეა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეხლა არავინ არ იცის ჩვენი პრეზიდენტის ვოიაჟები და ტაკიმასხარობა, რა თქმა უნდა ვიცით. რადგან პრეზიდენტი არის სიძვაში და მრუშობაში და მისი ამალა, იგივე სიმეორებენ მე მინისტრები თქვათ, მე ქვევით და ასე შემდეგ. ან იგივე დავიწყებ ეკლესიიდან, რომ გაიგებენ, რომ ეპისკოპოსი მრუშობს ან მღვდელი, იგივე საკეთებენ მე მრევლიც და მე გიკვირთ, რომ ატუა ქვეყანა ამ მდგომარეობაში და ასე შემდეგ. ანუ ჩაციკლულები და ამპარტავნები კი არ უნდა იყოს წარსულზე, რაც ხინჯი იყო და რაც ცუდი იყო, ის უნდა გამოვასწოროთ და უნდა ზნეობა ამაღლდეს ჩვენში. მაგრამ თუ კარგად მოიხედებით, არ ამგონია რომ ჩვენ თუ ასე გავაგრძელეთ, რამე კარგი შეგვემთხვას, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი და ბედნიერება პირდაპირ პროპორციულია ჩვენ ზნეობასთან. როგორც კი გაირყვნება ერი და გარყვნილია ფაქტიურად, თითქმის მთელი სოციალური ქსელი, ინტერნეტი ყველაფერი არის, იმიტომ თქვათ, რომ აი ვიღაცა სიყვარულს უხსნის, ვიღაცას მოგეთ აშტერებს, აგინებს, ლანძღავს, განეკითხავს, ატყუებს და აი ამ მთელი ღამის ცხოვრებით ცხოვრობენ ჩვენი ახალგაზრდები და გამოდიან გამოშტერებული სახეებით ოთახებიდან, უყურებენ პორნო და თქვათ ეროტიკულ საიტებს და მე გვინდა ჩვენ, ან მე წირვაზეც მოდიან სხვათა შორის და ამბობენ ამას ახსარებაში. და ვის ჭირდება, რა მომავალი გვექნება თქვენ და კარგად დაუკვირთ ამ ყველაფერზე. ასე რომ დაიმახსოვრეთ კარგად, რომ ჩვენი ერი დაეცა როგორც ისრაელის სიძვაში, ლაშა გიორგიდან დაწყებული, ქართველებმა გინება არ იცოდნენ და არ იყვნენ გარყვნილები და მონღოლების შემოსევის მერე ვისწავლეთ გინებას, გარყვნას, გათახსირებას და რუსებმა დაგვაბოლოვეს მერე კიდევ ისეთ რომ ქართველი კაცები რატომ მიდიოდნენ რუსეთში და რა ხდებოდა და ასე შემდეგ. თუმცა არც ეხლა ხდება ნაკლები ფაქტის სახეზე. ახლა ქართველი ქალები აღარ ჩამოუვარდნენ
ქართველი კაცებს და ისინი უარეს ჩადიან უცხოეთში რომ მიდიან. რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება ეს, მაგრამ ფაქტის სახეზია, უმრავლესობა ასია, სამწუხაროდ. ასე რომ წარსულით კი არ უნდა ვიამაყოთ, კარგად გადავხედოთ ჩვენ ცხოვრებას, აწყოს და მერე მომავალი როგორი იქნება, მაგას კარგად მივხვდებით. მეოთხე მდგომარეობა ცოტა განსხვავებული, მაგრამ ესაც საჭიროა თქმა იმისა, რომ არ შემიძლია და ამგვარად საკუთარი განწყობა წარუმატებლობისთვის. ეს ძალიან საინტერესოა. აი თქვა შემოგთავაზეს რაღაც თანამდებობა, რაღაც გარკვეული დავალება მიიღეთ. ან მოძღვარმა გითხრა რაღაც რომ გააკეთე. არ შემიძლია, ვერ წავიკითხავ, ვერ ვილოცებ, არ წავალ და ასე ეს კი ჩვენში ნაკლებად არის ქართველებმა კი, მე უნდა ვიყო პრეზიდენტი, მე უნდა ვიყო მღვდელი, მე უნდა ვიყო სტექაროსთან, ეს გვიყვარს ხოლმე, მაგრამ ესეთი ბევრიც აყვყავ, რომელიც აცხადებს რომ მე არ შემიძლია. ანუ წინასწარ მოიჭრა ყველა გზა და აცხადებს. უკვე ეს არის ასე ვთქვათ, ურწმუნო ადამიანის მდგომარეობა, არ ჯერა ღმერთის და მან არ იცის რომ ღმერთი დაეხმარება და შეეწევა, მაგრამ აცხადებს რომ აი ვეკითხები ახალგაზრდებს, აი კარგი მომენტი გამახსენდა, ეხლა შეიძლება რაღაცებს შერცხვეს. შვილო, რატო არ მოგყავთ ცოლი? არ შემილია, მამაო, ეხლა იმას რა ვაჭამო, მე თვითონ მშიერი ვარ. შესაცოდაო შენ. თუ ახალგაზრდა კაცი ხარ და ცოლი იმიტომ არ მოგყავს რომ მშიერი ხარ, მაშინ მიდექი, მოდექი და გაატოკე ხელი რომ შენ ხომ მშიერი მოკვდები მე რა შუაშია ცოლი. ხო გჭირდება ცოლი რომ შენი უნებები დაიკმაყოფილო, ქვეყანა გაამრავლო, ესეთი მუქთახურა და უსაქმური აღარ იყო. მაგრამ კარგად მოიხედ რამდენი ახალგაზრდა უკვე წლები მოემატათ და რა ვიცი, რას აპირებენ, რას ფიქრობენ, არ ვიცი. რა გვინდა ჩემო ძირფასებო შემოსევა მონღოლების და თურქების და სპარსელების. აი ესე გადავგვარდებით ჩვენ. კორპუსების ოპოები ჩენდება ჩინელების. არ შეგიძლია ხო შენ ცოლის მოყვანა. მე ქართველი გოგოები მithხოვდებიან ჩინელებს. ხო ზანგებს ხო უკვე მithხოვდნენ და მე ძალიან ბევრი ქართველი ქალი დავინახე ზანგის გვერდზე. ახლა ვიღაცა იტყვის რომ ზანგოფობიაში ჩავარდა მამა გიორგი და ასე შემდეგ. არა ჩემო ძირფასებო, ჩემო ლამაზებო, ქართველო გოგონებო, მინდა რომ ქართველი კაცების ცოლები იყოთ ჯერ. იმიტომ რომ ქართველიერი გამრავლდა და თუ ქართველი კაცებს არ შეუძლიათ და თქვენი შენახვის და მოფერების შნო არ აქვს, მაშინ კი ბატონო გაყევით მე ინდოელებს და ინდოეთი გაამრავლეთ, ჩინეთი გაამრავლეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეცინებათ, მაგრამ ეს ხო ფაქტია, ეს ხო რეალობა. ისა გეშინია ჩემო ძირფასებო. ხო მე არ მინდა ჩემ თავზე დავიწყო ლაპარაკი, მე რო ოჯახი შევქმნი, არაფერი არ მქონდა, საერთოდ გაღლეტილი სემინარიის სტუდენტი ვიყავი და მადლობა ღმერთს 5 შვილი ვყავს ეხლა. ღმერთი თუ გწამს, არ იქნები მშიერი და წერიც გექნება და ყველაფერიც გექნება, მაგრამ ჩვენ იოლი ცხოვრება გვინდა რა, რომ ავდგეთ, გამოვიდეთ, გავერთოთ და მე საღამოს ისევ შევჭამოთ და დავიძინოთ. ეს არის ძალიან ცუდი მდგომარეობა და ძალიან ძიმე მდგომარეობაში მიგვიყვანს ჩვენ ეს მდგომარეობა. მეხუთე მდგომარეობა ეს არის საკუთარი აზრის და გზნობების გამოხატვის შეკავება. ესეც მე მგონი ქართველებს არ აღწევია, ჩვენ მაშინვე გვიყვარს საკუთარი აზრის თავზე მოხვევა, ჩვენი გზნობების გამოხატვა, რა თქმა უნდა სუფრაზე, ჩახუტება, ვაი მაგრები ვართ, შენ გენაცვალე მიყვარხარ და ამ დროს რა გიყვარს, რა ჩახუტება, რა სუფრა მთავრდება ცემატყებით, ერთმანეთის განკიდის მონახულება მერე პირს უკან ჭორაობით მთავრდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ გამოთქვი აზრი და თავს ნუ შეიკავებ, ოღონდ გამოთქვი აზრი ნორმალური. არა ისეთი რომ ერთს იტყვი და მეორეს რომ თქვა გააკეთებ. არა, ის თქვი, რასაც გულში გაგაჩნია შენ. ახლა წარმოვიდგინეთ რომ მე ქადაგებაში ვთქვა სულ სხვა რაღაც და სულ სხვა რამეს რომ ფიქრობდა თქვენზე. მე ყველაფერს ვამბობ იმას, რასაც მე თქვენზე ვფიქრობ. და საკმარისია მე ის არ ვთქვა, რასაც თქვენზე ვფიქრობ და ჩემი აზრი შევცვალ, ახლა ეს ლამაზი მრევლი რომ ყავს და ხანდახან რომ თანხით მეხმარებიან და თქვა რაღაცაში რომ მეხმარებიან, ახლა მე ისე რომ ვიქადაგო ისინი გაიქცევიან და მე მრევლი აღარ დამჩება მერე და ვაიმე მშიერი ვიქნებ და სანთელი აღარ გაიყიდება და ასე შემდეგ. ეს იქნება ფარისევლობა, ეს საშინელება, ასე ხდება ხოლმე რომ ბევრი მოძღვარი ისე ქადაგებს რომ აი თქვენ გენაცვალეთ, თქვენი ჭირიმეთ, რა ლამაზები ხართ, ჩემნაირი მრევლი არავის არ ყავ და ყოჩაღრო ყოველ კვირა წირვაზე მოდიხარ და ასე შემდეგ და ეს არის პირმოთნება. მე ეს მრევლი აქეთა მამაოს უბრუნებს კიდე, ასიმპათიური ხართ მამაო და თქვენზე განათლებული მოძღვარი არ არსებობს და მოკლედ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის ფარისევლობა და ჯობია რომ ასე ერთმანეთზე გაგვაჩნია აზრი, რაც სწორია და რაც მართებულია, ის ვილაპარაკოთ ყოველთვის. ამბიონიდან იქნება ამბიონის შემდეგ, წირვის შემდეგ და ასე შემდეგ. აი იგივე თქვათ ერთმანეთთან რომ თქვათ შეხვდებით და ერთმანეთს რომ მოიკითხავთ. უთხარი იმას,
ასაც ფიქრობ იმ ადამიანზე, თქვა, რომ აი შენ ზარმაცი ხარ. რატო წინა კვირას არ იყავი, თქვა, აი მამამ ამ თემაზე იქადა გათქვა და ასე. არა, შენ ეუბნები, რომ აი ხო ვიცი, შესაც რატო ვერ მოდიხარ და აი ვაიმე საბრალო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მე პირს უკან ბრუნდები და სულ სხვა რაღაცებს ლაპარაკობ მე შენ. ანუ აზრი გამოთქვით, რაც გულში გაქვთ. ეს იმას არ ნიშნავს, თქვა, ვიღაცა შენ ცუდი გინდა. არამედ უთხარი, რომ აი შენ თუ ასე გააგრძელებ, ხო შენ შეიძლება ხვალე უკვე მრევლი აღარ იყო და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდები, დაკარგავ სამსახურს, დაკარგავ ოჯახს და შეიძლება ოჯახი ვერ შექმნა. ესეც ხო შეიძლება უთხრა გოგონას და ბიჭს, რომელიც ალყია ცხოვრებით ცხოვრობს, რომ უთხრა შვილო, ესე არ მოექცე, თორე შენ მომავალი არ გექნება. ეს კარგია, პირს უკან კი არ უნდა უთხრა ეს, არამედ პირში უნდა უთხრა, რომ აი შენი საქციელი არ მომწონს და გთხოვ, კარგად მოიქცე. აი ეს იქნება თქვენგან მამაშვილური დარიგება და ეს იქნება ჭეშმარიტი ეკლესიური აზროვნება. მეექვსე ხოდ მომავალზე ფიქრი. ეს არის საპირისპირო წარსულზე ჩასიკვლაზე. თქვა ადამიანი, რომელიც არ წარსულზე ფიქრობს, არც აწმოზე წამოგორებულია და ფიქრობს, აი ხვალე მილიარდელი ივანიშვილი მილიარდებს ჩაგვირიცხავს და აი სად დავისვენო ეხლა, სად წავიდე და როგორ გავერთო, რა მანქანა ვიყიდო, ნეტა სიტყვა მოვიდეს კახეთში, რომ მერსედესები ვიყიდონ კიდე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს თქვენ გეცინებათ, მაგრამ ბევრი ელოდება სიტყვას კიდე, რომ იქნება დაისეტყოს და თქვა ხვალე ფული ჩაერიცხება და ყველაფერი კარგად იქნება. აი ვაი ჩვენს პატრონს. ეს საშინელი მდგომარეობაა, ჩემო ძვირფასებო. ეკლესია გვასწავლის სახარება, რომ იფიქრე დღევანდელ დღეზე, ამე თუ არ იცი ხვალინდელი დღე რას მოგიტან შენ. და შენ თუ დღევანდელ დღეზე არ ფიქრო და მარტო ხვალეზე ფიქრობ, რომ ხვალე ყველაფერი კარგად იქნება, რა თქმა უნდა, იმედი ღმერთმა არ მოგიშალოთ, მაგრამ თუ დღეს არ დათესე, ხვალ ვერ მოიმკი ვერაფერს. თუ დღეს შენ არ თოხნი, არ ბარავ და არ თესავ, ხვალ რა მოსავალი უნდა მიიღო. ნუ გონიათ, ესე იგი რომ ვიღაცას თანხას აჩუქებენ ხვალ, ან ლატარიაში მოიგებს რამეს და ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი ხო მოტყუება. ან რა იცი რომ დღევანდელი დღე დაგიღამდება თუ არა, ან დაღამებული დღე გაგითენდება თუ არა. ეს არ იცი, ამიტომაც გითხრა სახარებამ, რომ ხვალინდელმა დღემ იფიქროს ხვალინ თავის თავზე, ხო დღევანდელ დღეს საკმარის საფიქრებელია. ჯერ ხო არ დაღამებულა, რა იცით, რამდენიმე შეიცვალოს დღევანდელ დღეს. ჯვარი წერია სუყურას, ხო იცით, შეიძლება რამე ცუდი მოხდეს, არა, მაგრამ შენ თუ არ ელოდები ცუდს და ფიქრობ, რომ აი ხვალე ყველაფერი კარგად იქნება, ხვალე მოვიყვან ცოლს, ხვალე დავიწყებ მუშაობას, ხვალე წავალ ეკლესიაში, ხვალე ვილოცებ, ხვალე ვიშრომებ. ჯვარი წერია, შეიძლება ეს ხვალინდელი დღე არ დადგეს და ძალიან ბევრს არც უდგება ხოლმე ასეთი მდგომარეობა და აქედან გამომდინარე იცხოვრე დღევანდელი დღით, თუ გინდა რომ ხვალინდელის დღე, ხვალინდელი დღის იმედი არ დაკარგო შენ. და ბოლოს უაღარ გადაგღალოთ, მათყოფ რო უკვე აღარ ქსიამონო ჩემი საუბარი, იმგვარ დაპირებების გაცემა, რომლის შესრულებასაც ვერ შეძლებთ. ეს ხანდახან ჩვენს გვეხება, ისეთი ქადაგება შეიძლება ვიღაცა მოისმინოს, რომ საერთოდ უაზრობა და აბსურდი. ამიტომ რეალობა უნდა ვისაუბროთ. და არ შეიძლება ვინმეს პირობა მისცეთ. აი მაგალითად მე ახალ ნაკურთხეველი რო ვიყავი იქიდან დღემდე იმდენი ადამიანია შეპირებული რამეს ეკლესიაზე ან ჩემზე. ის ყველაფერი რო შესრულებული იყო, მე დღეს ვიქნებოდი მეორე ალბათ მოძღვარი ივანიშვილი ვიქნებოდი ალბათ რა. იმდენი შეპირება, აი მამაო მე ამას ვიზავ, იმას ვიზავ, ეხლა დამლოცე, პარაკლისი გადამიხადე და აი მე რო კარგად რო ვიქნები, მე მოვალ და ოქროს სხვა შემოგწირავ და ასე შემდეგ. არ მინდა არაფერი, ჩემო ძვირფასებო. თუ რამე თქვენ გინდათ რომ შეპირდეთ, ღმერთი გეუბნება, თქვენ კითხულობთ მას დილის ლოცვებში, რომ ყოველივე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვარ. იმიტომ რომ დღეს ფიქრობ ერთს, მერე ფიქრობ მეორეს. ამიტომ გულში თქვი, რომ ღმერთო მომეცი საშუალება, ღმერთმა იცის შენი ამ პარტაუნება, იცის შენი სიძუნწე და არც მოგცემს. აქედან გამომდინარე, თუ რამე გაქვს, აი თქვათ, ერთ მამაოსთან მიდის ადამიანი და ეუბნება, რომ გამიჭირდა ყველაფერი დავკარგე, რა გავაკეთო? მამაო ეუბნება, რაც შენ ჯიბეში თანხა გაქვს, ამოიღე ეს თანხა, შეწირე ეკლესიას, ანუ ის 2 ლეპტა შეწირე, რაც არაფერი აღარ დაგჭა იმ 2 თეთრის გარდა. აი ეს შეწირე შენ ახლა. ილოცე და ღმერთი ხვალ მოგცემს. არა ის რომ ახლა მამაო შენ გადამეხადე პარაკლისი პოსლეზე მაბატეთ ამ სიტყვისთვის და აი მე რომ ბიზნესი ამეწყობა, ისეთი მანქანა უნდა გიყიდო, თბილისში არავის რო არ ეყოლება. ასეთი შეპირება ძალიან ბევრი მომისმენია მე. აქედან გამომდინარე, ნუ შეპირდებით, ნუ ღმერთს, ნუც მოძღვარს, ნუც შვილებს ნუ მოატყუებთ, რომ რაღაცას უყიდით, რაღაცას გაუკეთებთ, ის ბავშვები სიცრუეში იზრდებიან მერე და თქვენარი სიცრუის ქადაგებლები იქნებიან მერე. ამიტომ არც მე გპირდებით ხოლმე არაფერს, რომ ესე იქნება, ისე იქნება, ასე იქნება. არავინ არაფერი არ ვიცით. და როგორ იქნება ღმერთის გარდა. აქედან გამომდინარე, მსხვერპლი ღვთისა არ სული შემოსრული, გული შემოსრული, დამდაბლებული ღმერთთან არა შეურაცხყოს. აი რა სიტყვის
თქვენგან ღმერთი და დანარჩენი თუ რამე მომეტებული მოგცა ღმერთმა, ხო იცი რომ ეს შენი არ არის და შენ კი არ უნდა თქვა მე მოგცემ, არა, უნდა თქვა უფალმა მომცა და უფალივე მომცემს საშუალებას რომ მე გავცე. როცა შენ იძახი რომ მე უნდა მოგცე და მე უნდა გიყიდო, ესე იგი შენ მე მაყვედრი, გინდა რომ შენი ხელის ბიჭი გამხადო და დამაფინანსო, შენი ის ვიყო მე რაღაცა თქვა სათამაშო და როგორც შენ ჭკვაზე ვიარო და ასე შემდეგ. იმიტომ არის რომ ძალიან ბევრი ბიზნესმენი და ესეთი ხალხი თქვენ რო არ მოგწონთ, ეკლესიაში ხელმოღერებული ედგენა ბანკირები და ასე თქვა მე ხალხი ვკოლდება რომ ეს ადამიანი ამან სახლი წაართვა, ქონება დაუყადაღა და მე დგა დიდი სანთელი ოჭირავ ეკლესიაში და ლოცულობს. ეს რატო? იმიტომ რომ წილი მამაოსაც მიუტანა, მე რაღაც პატარა შესწიდა, რაღაც აუშენა და მამაოს გონია ეს ადამიანი დიდი შემომწირველი და დიდი მეცენატი და ასე შემდეგ. ეს არ არის ჩემო ძირფასებო. შენ თუ რამე თანხა გაქვს, ეს ყველაფერი შენი წყალობა არ არის, ღმერთმა მოგცა და კეთილინებე რომ მოძღვარსაც შეწირე ეკლესიასაც, გაჭირებულსაც და გექნება საუნჯეც სათა შინა. და თუ არა და მაშინ არც არაფერი გაქვთ და არც არაფერი არ გექნებათ. ღმერთმა დაგიფაროთ. ღმერთმა გაგაძლიეროთ ჩემო ძირფასებო და ეს ლამაზი შემოდგომა, ეს ლამაზი თვე დავიწყოთ ლოცვით, ეკლესიური ცხოვრებით და აი ამ გარკვეული სიმახინჯეების აკრძალვით საკუთარ თავში. ჩვენთან